მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვე პატიმრობა და 2 წელი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა. საუბარია დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე. თავად ოქრუაშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. პენიტენციური სამსახურის წერილის მიხედვით ბრალდებულს არ ჰქონდა სრული პროცესში მონაწილეობის. ეს განაჩენი უკვე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განჭვრეტადი იყო და მოლოდინი ასეთი იყო და სხვას არაფერს არ ველოდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება და ვეთანხმებით განაჩენის კანონიერებას. ეს იყო მისი სამოქალაქო პოზიცია ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და სოლიდარობის გამოხატვა ქალბატონი მზია ამაღლობელის მიმართ და სინდისის დანარჩენი პატიმრობის მიმართ. ეს იყო მისი პოზიცია, ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, არ წავიდა ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაში და არ გადაიხადა გირევა. საქმეში წარმოქმნილი მტკიცებულებების საფუძველზე მოლოდინი ნამდვილად ჰქონდათ, რომ ბრალდებულის მიმართ გამოვიდა და გამამტყუნებელი განაჩენი, ბუნებრივია სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში წარმოქმნილი მტკიცებულებები, შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და შესაბამისი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით მან მიიღო. სასამართლო აფასებს კონკრეტულ შემთხვევას ბრალდებულის წარსულ ქმედებებს, მის დამოკიდებულების კანონისა და სასჯელს კონკრეტულ სახეს არ ვითხოვთ გამამტყუნებელ განაჩენს წარმოქმნილი მტკიცებულებების საფუძველზე და სასამართლოს განსაზღვრა უკვე უშუალოდ სასამართლოს პრეროგატივაა. გახარიას პარტიაში პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან მიმდინარე გამოძიებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ და ხელისუფლებას საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს. საპასუხო განცხადება გაკეთდა მმართველ გუნდშიც. არ ვიცი კონკრეტულ პირს, კონკრეტულ ბატონ მაჭავარიანს რა თემაზე იბარებენ, ითქვა რომ ჩორჩანას თემაზე, თუმცა არ ვიცი, შეიძლება მას სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც დაუსვან შეკითხვები. ვნახოთ, დაველოდოთ, საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ეთერში, სადაც ძალიან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ კაცი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის, კაცი, რომელმაც ჩამოიყვანა ჩვენს ქვეყანაში გავრილოვი და საქართველოს ისტორიულ პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასვა ეს ადამიანი, აი ეს კაცი ზის ეთერში და ღიად საუბრობს ჩორჩანას თემაზე, მაშინ, როდესაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ღიად ოკუპანტების პოლიტიკის გამტარებელი ხდება. ჩვენ ვნახეთ გიორგი გახარია, რომელიც აპრილში ამტკიცებდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო მანამდე კონტროლი სრული ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების და იყო რისკი, რომ ეს კონტროლი დაკარგულიყო და ამიტომ ჩადგა იქ პუნქტი, ასე ვთქვათ, და რამდენიმე დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ისედაც ვერ აკონტროლებდა ხელისუფლება ამ ტერიტორიას და დავკარგეთ, არაფერი არ დავკარგეთ თუ არა და რა ვიცი, მართლა იქ ხო არ ხდება სხვა კონტინენტზე ეს ყველაფერი აქვეა, ხომ ვიცით, თვალები გვაქვს, ყურები გვაქვს და მოსახლეობა არის იქ, რომელიც პირდაპირ ამბობს. აგერ ტერიტორია არის 1 მილიონი კვადრატული მეტრი, სადაც მანამდე შევდიოდით, რომელსაც ვიყენებდით, ამ გიორგი გახარიას ქმედების შემდეგ ვეღარ ვიყენებთ. თარიღებითაც შეგახსენებთ 28 აგვისტოს ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საგუშაგო, შემდეგ იყო პროტესტი მეორე მხრიდან და იმ ასე ვთქვათ შეხვედრების დროს სადაც ევროკავშირიც არის ჩართული, იქაც გამოითქვა პროტესტი, რომ მოხსენით ეგ საგუშაგო, გადაიტანეთ, იყო უარი, რომ არ გადაიტანენ არცაც საგუშაგოს და ამის საპასუხოდ ჩაიდგა 5 თუ 6 საგუშაგო უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმ ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, რომლის აქეთაც როგორც წესი არ მიყვება ხოლმე საოკუპაციო ხაზი. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, თბილისში მწვავე ბრალდებებისა და პოლიტიკური შეფასებების თემაა. პორტოს დეკლარაციაში ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო, რაც ძირს უთხრის თავად არჩევნების შედეგებს. რეზოლუცია გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მოუწოდებს დიალოგისკენ მხარეებს, სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
ასევე დიალოგის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფად აღნიშნული კი გამოიხატოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებითა და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას. EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის პორტოს დეკლარაცია ასახავს იმ ორ ყველაზე მნიშვნელოვან საყოველთაო მოთხოვნას, რომელიც აერთიანებს დღეს ქართულ საზოგადოებას და ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. ეს არის ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი კრახი განცდილი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის დასკვნა, რომელიც სულიერ მკაფიოდ შავით თეთრზე მოუწოდებს რუსულ რეჟიმს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში. თავი დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის, უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ასე რომ ესეც კი ცალკე ამბავი არის დეზინფორმაციას რო ავრცელებს სხვადასხვა მედია. ეხლა რეზოლუციაში ცვლილებები და ასე შემდგომ ეს დარჩება ისტორიას მათ და სამარცხვინოდ, მაგრამ ჩვენ და სასიკეთოდ და ქართველი ხალხის სასიკეთოდ დარჩება EUTHOS-ის დასკვნა და მისი გენერალური მდივნის განცხადება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. საგამოცდო პროცესი წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდა ჩატარდა მათ შორის ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნომერ 2 საჯარო სკოლაში, ერთდროულად ტარდება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 510 აბიტურიენტი და 444 პედაგოგია დარეგისტრირებული. ჯამში 954 აპლიკანტი. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 128 აბიტურიენტიდან 128 აპლიკანტი გამოცხადდა. რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. როგორც ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა ლელა იმედაშვილმა გვითხრა, გამოცდა 7 გარემოში მიმდინარეობს. თავდაპირველად მეშინოდა, მაგრამ რო ავედი, ისეთი კარგი გარემო იყო, დამკვირვებლები ძალიან ყურადღებიანები და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩვენც კომფორტულად ყოფილიყავით და არ გვეგრძნო თავი ცუდად და ამან, რა ვიცი, უფრო ხელი შეუწყო იმას, რომ თავისუფლად და ლაღად ყოფილიყავით. ტექსტიც ნასწავლი, ნაცნობი ტექსტი იყო, კმაყოფილი ვარ. ჩემი თავით, რაც მინდოდა ის დავწერე და ყველა აბიტურიენტს წარმატებებს უსურვებ. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში, ისე როგორც ყველგან ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით. საერთო ჯამში ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 527 აბიტურიენტია რეგისტრირებული და 444 პედაგოგი. პედაგოგები ამ გამოცდებს შემოუერთდებიან ოზურგეთში 8 რიცხვში. დაწყებითი პროფესიული უნარების გამოცდით და ზოგადად გამოცდები მთელ ცენტრში, ისე როგორც ქვეყნის მასშტაბით ერთად 23 ივლისს დასრულდება. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრი ტრადიციულად ვფიქრობ არ არღვევს წელსაც ამ ტრადიციას, რომ არის 7 გარემო შექმნილი ყველა აბიტურიენტისა და ბენეფიციარისთვის. ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება დასრულებულია, კონდიცირებაც არის, თუმცა დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ ყოფილა. პირველ სესიაზე გამოცხადდა რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ყველა. საბედნიეროდ დაგვიანების შემთხვევა არ ქონია და იმედი გვაქვს, რომ ასე მშვიდ გარემოში ჩაივლის ეს პროცესი. მე მინდა წარმატება ვუსურვო ყველას. ჩოხატაურში ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით ახალგაზრდებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც დებატებისთვის საჭირო უნარების ათვისებას ეხება. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისთვის დებატების ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ტრენინგები მიმდინარეობს. მონაწილეებს დებატების ხელოვნებას, კონსტრუქციულ მსჯელობას და სხვა უნარებს დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი ასწავლის. და როგორც სოფიო ვეფხვაძე, ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელი ამბობს, ჩოხატაურში ძალიან მოტივირებული აუდიტორია დახვდა. ტრენინგები ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით პროექტის ახალგაზრდობის ხმის ფარგლებში ტარდება. მოზარდები, რომლებიც აღნიშნულ ტრენინგზე მოხვდნენ, რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის გზით შეირჩნენ. პროექტის მეორე ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები დებატების რეგიონულ, ხოლო შემდეგ კი ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვებიან. დებატები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ის ნიშნავს აზრების გასვლას და ერთმანეთთან საუბარს, ამიტომაც მივაჩნია, რომ დებატების შესწავლა ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხია. мотивация ჩემთვის სწორედ ეს იყო, რომ ვიაზრებ დებატების მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში და მივაჩნია, რომ აქ შეძენილი უნარები, ცოდნა და გამოცდილება გამომადგება შემდეგ ეტაპზე იქნება ეს უნივერსიტეტში თუ პროფესიულ ცხოვრებაში. ეჭვს არ მეპარებოდა, რომ ეს ამ პროექტით საკმაოდ ყმაწვილი დავარჩებოდი და დებატების ხელოვნება კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ ჩვენში, განსაკუთრებით ბავშვებში, ავითარებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა თავისუფლად და დამოუკიდებლად მსჯელობა, თავდაჯერებულობა, გუნდური მუშაობა და სხვა უამრავი რამ. პროფესია ჯერ არ მაგადაწყვეტილი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ თვლი დებატების ამ კონკურსში შეძენილი უნარები დამეხმარება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ნებისმიერ დროსა თუ სივრცეში. ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს ახალგაზრდობის ხმას, რომლის ფარგლებში საქართველოს 20 მუნიციპალიტეტიდან არიან ჩართული ახალგაზრდები. დღეს ვიმყოფებით ჩოხატაურში, სადაც ძალიან დიდი კონკურსის გზით შევარჩიეთ 15 ახალგაზრდა, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროექტში. აი ამ გადამზადების შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ დებატების რეგიონალურ და ეროვნულ ჩემპიონატებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და მე ასევე მოვუწოდებ სხვა მუნიციპალიტეტის მოზარდებსაც და ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთნონ, გაიარონ შესარჩევი ეტაპები და გადაემზადონ ფორმალური დებატების მიმართულებით. ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში შუახევის კულტურის ცენტრის ნაისა და რეხეულის ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ოზურგეთის კულტურის ცენტრის სცენაზე ინოვატორული და უჩვეულო პროექტი შედგა. აჭარისა და გურიის მომღერალ ქალთა ანსამბლები ნაი და რეხეული ერთად დადგა და თავიანთი კუთხის კულტურულ ეთნოგრაფიული ნაწილი სიმღერებით გადმოსცა. შესრულდა არაერთი აჭარული და გურული სიმღერები, რომლებიც ქალბატონებმა სასიამოვნო ჟღერადობით და მელოდიურად საცეკვაო ელემენტებით წარმოადგინეს. აჭარელმა სტუმრებმა მასპინძლებისთვის კაფიები და იუმორისტული სტროფებიც არ დაიშურეს და ჩვენს მეზობლობასა და მეგობრობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. საღამოს ბოლოს კი შუახევის ანსამბლმა ნაიმ და ოზურგეთის რეხეულმა ერთობლივი ნადური შეასრულეს, რომელიც ქორეოგრაფიულმა ეპიზოდმა კიდევ მეტად გაალამაზა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. თუ აჭარლების დამუნჯება შეიძლებოდა, ადრე ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ დღეს დავწმუნდი, რომ ნამდვილად თქვენმა მასპინძლობამ, თქვენმა გურულმა გულღიაობამ, სიყვარულმა, სითბომ, ასე უანგაროდ ნაზიარებმა ჩვენდამი მართლაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს გურიას სტუმრობდა შუახევის მუნიციპალიტეტი თავის შესანიშნავი გოგონათა ანსამბლი ნაით, რომელმაც წარმოადგინა თავისი კუთხის დამახასიათებელი ფოლკლორი, დაგვხვდა რხეული, თავისი მართლა ნარნარითა და ყველანაირი აღმაფრთოვანებელი სიმღერებით, დაგვხვდა ბატონი კობა ბანძელაძე, რომელიც თავში, შუაში და ბოლოში სრულიად გურიას წარმოადგენს ჩვენ ცნობიერებაში. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ, სიყვარულს, სათნოებას, სიკეთეს, გამრავლებას გისურვებთ და ხუთში თაგინურში გეპატიჟებით შუამთობის სახალხო დღესასწაულს. დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა, დღეს სტუმრად ყავდა შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორი გოგონათა ანსამბლი ნაი.
ძალიან ლამაზი დღე შედგა. ჩვენგან მონაწილეობას ღებულობდა კულტურის და მოსწავლეთა ხელისუფლებთან არსებული ანსამბლი რეხეული, პირველი პრეცედენტია, სადაც ორი გოგონათა ანსამბლმა ერთობლივი კონცერტი ჩაატარა და ფიქრობ ძალიან მაგარი და ლამაზი საღამო შედგა. მადლობა შუახევის მუნიციპალიტეტს, კულტურის ცენტრს, მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და კულტურის ცენტრს. ერთობლივი მუშაობით ეს ლამაზი საღამო შედგა და ძალიან კარგი დღე გამოვიდა. დღეს შედგა ის დღე, რომ შუახევიდან გურიამდე მოვედით. ანსამბლი ნაი მოვიდა, დაგხვდა არაჩვეულებრივი რეხეული ანსამბლი, რომელიც ზღვა ემოციები მივიღეთ დღეს. აი ეს იყო გაცვლითი პროგრამა, რომელიც უნდა შედგეს ყოველთვის. მადლობა აი ამ წინვალე მასპინძლობისთვის და აი ამ ზღვა ემოციებისთვის. დღევანდელი დღე რომ მართლაც საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ აი ორი ქალთა ანსამბლის ისე თქვი შეერთება იყო, დაახლოვება იყო, გაცვლა იყო ჩვენი რეპერტუარების და სამომავლოდ კიდევ დაიგეგმა ჩვენი შეხვედრა და საერთო კონცერტები და განსაკუთრებული იყო ეს ქალბატონები იმით, რომ აი მათი ფოლკლორი მაინც აი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ავთენტური, იქ არის შემონახული ეს პირველ წყაროს სიმღერები და მათი თვალები ალბათ სხვა ნაპერწკლებს აფრქვევენ ვიდრე ჩვენ მიუხედავად რომ გურული სიმღერა მართლაც ცეცხლი არა ასე თქვია და პოლიფონია ჩვენ არ ვართ განებივრებული ასე ქალბატონები გურიაში გურული ქალთა რეპერტუარით და ამიტომ აჭარული ეს ქალების ნათქვამი სიმღერა თავისი ცეკვით და ამ ემოციით იყო ძალიან საინტერესო და ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე შედგა თუნდაც იმ ბოლო საერთო სიმღერით რომელიც ერთად შევასრულეთ და დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და მადლობა უფალს უპირველესად დღევანდელი დღისთვის და დღევანდელი აი მშვიდობისთვის, რაც ჩვენ ერთად ვიხილეთ კონცერტის სახით. დღეისათვის ეს იყო მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.